სიმართლე და სიცრუე. ორი ძმის ამბავი. იყო ორი ძმა. ერთი მდიდარი, მეორე კი ღარიბი. ერთხელ ისინი ერთად შეიყარნენ და საუბარი გააბეს. რაც გინდა თქვი და ამ ქვეყნად მაინც სიმართლით ცხოვრება ჯობია. უთხრა ღარიბმა ძმამ მდიდარს. მდიდარმა კი მიუგო. ამ ქვეყნად სადღა იპოვის სიმართლეს. ახლა ყველგან მხოლოდ სიცრუეა გამეფებული და ამიტომ ჯობია ისევ სიცრუით იცხოვრო. ღარიბმა მაინც თავისი დაიჩემა. არა ჩემო ძმაო, მაინც სიმართლით ცხოვრება ჯობიაო. მაშინ მდიდარმა მიუგო. კარგი, მოდი ქონებაზე დავნაძლევდეთ. მერე წავიდეთ და ხალხს ვკითხოთ. ვისაც შევხვდებით, ყველას შევეკითხოთ, ერთს, მეორეს, მესამეს და თუ ყველა ესე იტყვის როგორც შენ ამბობ, მთელ ჩემს ქონებას შენ მოგცემ. ხოლო თუ ისე იტყვიან როგორც მე ვთქვი, მთელი შენი ქონება მე მომეციო. ღარიბმა მიუგო. კარგი, თანახმავარო. წავიდნენ და მიუყვებიან გზას. გზად შემოხვდათ საშავრიდან შინ დაბრუნებული კაცი. ძმები გადაუდგნენ, გააჩერეს, მიესალმნენ და ჰკითხეს. გამარჯობა კეთილო კაცო. ერთი რამ უნდა გკითხოთ. როგორ ჯობია ამ ქვეყნად ცხოვრება? სიმართლით თუ სიცრუით? კეთილო ადამიანებო, მიუგო კაცმა. სად იპოვით ახლა სიმართლეს? აი რამდენი ვიშრომე, რამდენი ვიმუშავე და ნახეთ რა მივიღე საზღაურად. სულ მცირედი რამ. იმ გროშებიდანაც კი ერთი წილი ბატონმა წამგლიჯა. აბა სადღა შეიძლება ახლა იცხოვრო სიმართლით. უმჯობესია ისევ სიცრუით იცხოვრო, ვიდრე სიმართლითო. აი ჩემო ძმაო, ხომ ხედავ, უთხრა მდიდარმა. ეს არის ჩემი პირველი სიმართლე. ღარიბი დაღონდა. ძმები კი ისევ გაუდგნენ გზას. წინ ახლა ერთი ვაჭარი შემოხვდათ. გამარჯობა პატიოსანო ვაჭარო, მიესალმნენ ძმები. გაგიმარჯოთ. რაღაც უნდა შეგეკითხოთ, როგორ ჯობია ამ ქვეყნად ცხოვრება? სიმართლით თუ სიცრუით? ჩემო კეთილო ადამიანებო, სიმართლით როგორ იცხოვრებ? როგორც კი ვაჭრობას შეუდგები, 100 ჯერ მაინც უნდა იცრუო. 100 ჯერ უნდა დაიფიცოთ ყვილად, რომ დაარწმუნო შენი მუშტარი. სხვაგვარად ვერაფერს გაყიდი, უპასუხა ვაჭარმა და გზას გაუდგა. ესეც ჩემი მეორე სიმართლე, უთხრა მდიდარმა ძმამ ღარიბს. ღარიბი ძმა უფრო დაღონდა. განაგრძეს გზა. წინ შემოხვდათ ერთი ბატონი. გამარჯობა, მიესალმნენ ძმები. გაგიმარჯოთ. რაღაც უნდა გკითხოთ. თქვენი აზრით როგორ ჯობია ამ ქვეყნად ცხოვრება? სიმართლით თუ სიცრუით? ჩემო კეთილო ადამიანებო, სადღა ახლა ამ ქვეყნად სიმართლე? სიმართლით ვერ იცხოვრებ. აი მე რომ სიმართლით მეცხოვრა და სიტყვა აღარ დაუმთავრებია, ისე გააგრძელა გზა. ასეა ჩემო ძმაო, უთხრა მდიდარმა ძმამ ღარიბს. წავიდეთ ახლა შინ და მთელი შენი ქონება ჩამაბარე. მიდის ღარიბი კაცი წინ და გული მწუხარებით ევსება. მდიდარმა ძმამ წაიღო მისი ღარიბული ავლადიდება და მხოლოდ ქოხიღა დაუტოვა. გავიდა დრო. იჯდა ღარიბი თავის ქოხში ოჯახთან ერთად და ნატახი პურიც კი აღარ ჰქონდა. ეს წელიწადი საოცრად მოუსავლიანი იყო. ოჯახი მშიერი დარჩათ, აღარაფერი ებადათ. კაცმა იფიქრა, წავალ და ჩემს მდიდარ ძმას ცოტაოდენ ფქვილს ვთხოვო. აიღო თასი და ძმისკენ გასწია. ამ თასით ცოტაოდენ ფქვილს ხომ ვერ მომცემ, თორემ ბავშვები მშივრები მყავსო. შესჩივლა ღარიბმა მდიდარ ძმას. კი ბატონო, მაგრამ სანაცვლოდ თვალი უნდა ამოითხარო და მე მომცე, უთხრა მდიდარმა ძმამ. სხვა რა გზა ჰქონდა ღარიბს. ამოითხარა ცალი თვალი და შინ თასით ფქვილი წამოიღო. გავიდა დრო და ისევ მშივრები აღმოჩნდნენ ღარიბის ოჯახში. სხვა გზა არ ჰქონდა. აიღო თასი და ისევ თავის მდიდარ ძმას მიაკითხა. ძმაო, ამ თასით ცოტაოდენი ფქვილი მიწილადეო. კი ბატონო, მაგრამ მაშინ მეორე თვალიც ამოითხარე და მომეცი და ამის წილ ფქვილს გიწილადებო. სხვა გზა არ ჰქონდა ღარიბს. ამოითხარა მეორე თვალიც და ფქვილი წაიღო. როდესაც შინ მივიდა, ღარიბის ცოლს გული გაუსკდა. აწი რა გვეშველება, აღარც ერთი თვალი გაქვს. უსინათლომ როგორ უნდა შეძლო ოჯახის რჩენაო. ღარიბმა უთხრა, ხვალდილით სოფლის განაპირას ალვის ხე რომ არის, იქ დამაყენე. ვიდგებ ჩემთვის მთელი დღე. იქნებ უსინათლო ყველას შევეცოდო და ცოტაოდენი დახმარება გამიწიონო. მართლაც ღარიბი კაცი მთელი დღე იდგა ალვის ხესთან და მოწყალებას ითხოვდა. ცოტაოდენი დახმარება მართლაც შეაგროვა. მოსაღამოვდა. ცოლს მოსვლა შეაგვიანდა. კაცმა იფიქრა, საშიშია აქ ღამის გათევა. აწი სოფლად მგზავრი აღარავინ იქნება და ნადირმა არ შემჭამოსო. აცოцდა ხეზე და იქ დაელოდა თავის ცოლს. კარგად რომ დაბნელდა, უცებ რაღაც ხმები შემოესმა. თურმე ამ ხესთან ავსულებს მოეყარათ თავი, რომლებიც თავის სხვადასხვა საქმეებზე მსჯელობდნენ, თუ ვინ რა ზიანი მიაყენა ადამიანებს ამ დღეს.
ერთმა თქვა: მე ასე მოვიქეცი. ერთ მდიდარ ძმას თავისი ძმისთვის 200 ფქვილისთვის ორივე თვალი ამოვათხრევინე. კარგად მოგცეულ ხარ? უთხრა მეორემ. თუმცა არც ისე. რატომ არც ისე? რატომ და? თუ ის ბრმა თვალებს ამოიბანს ამ ხის ძირას შეგროვილი ნამით, თვალები აეხილება. შენ რაღა გააკეთე? ჰკითხა მეორე ავსულს. მე ერთ სოფელში წყალი დავაშრე, წვეთიც კი არ დავტოვე. უწყლობისგან ახლა იმ სოფელში ბევრი ხალხი იღუპება და იტანჯება. კარგად მოგცეულ ხარ შენც, მაგრამ მაგასაც აქვს საშველი, ამიტომ არც ისე. კი, მაგრამ რა საშველი აქვს? რა და? მეზობელ ქალაქში, შესასვლელში გზის პირას დაგდებული დიდი ლოდი რომ არის, იმას თუ გადასწევენ. იმდენი წყალი წამოვა იმ სოფელში, რომ მარტო იმ სოფელს კი არა, მთელ მხარეს ეყოფა. ახლა მესამეს მიუბრუნდნენ. შენ რა ქენი დღეს? მე დიდი რამე ჩავიდინე. მეფეს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა და ის დავუბრმავე. ვერც ერთი მკურნალი ვერაფერს გახდება. ნამდვილად კარგად მოგცეულ ხარ, მაგრამ არც ისე. როგორ თუ არც ისე? აბა როგორ უნდა მოგცეულიყავი? შენც ხომ იცი, როგორც ვთქვი, თუ ამ ხის ძირას მოგროვილი ნამით თვალებს მოიბანს, მეფის ასულსაც აეხილება თვალები. როცა ბჭობა დაასრულეს, ალვის ხეს გაეცალენ. ღარიბმა კი ხეზე რომ იჯდა, ყველაფერი მოისმინა. როცა ისინი წავიდნენ, უსინათლო ძირს ჩამოვიდა, ამოიბანა ამ ხის ძირას არსებული ნამით თვალები და მაშინვე აეხილა. იფიქრა, სანამ სახლში წავალ, რაც აქ მოვისმინე, წავალ და ყველას დახმარებას გავუწევო. შემდეგ ნამი მათ არაში მოაგროვა და თან წაიღო. მიუახლოვდა უწყლო სოფელს. ხედავს გზაზე ბებერი დედაკაცი მოდის. სათლით კი წყალი მოაქვს. კაცმა მოწიწებით სთხოვა წყალი დამალევინეო. შვილო, ეს წყალი რომ დაგალევინო, მეშინი არ დამეღვაროს. დამალევინე და როგორც კი შემოვალ თქვენ სოფელში, ყველას სამყოფ წყალს მე მივცემო, დაპირდა კაცი. ქალმა მართლაც დაალევინა წყალი და გახარებული წინ წავიდა, რომ სოფლისთვის ახალი ამბავი ეცნობებინა. ხალხი შეგროვდა. თან არ სჯეროდათ დედაბრის ნათქვამი, მაგრამ მაინც აინტერესებდათ რა მოხდებოდა. კაცმა დაიწყო იმ ქვის ძებნა სოფლის შესასვლელში. მართლაც იპოვა. ძლივ-ძლივობით გადააგორა ლოდი და გადააგორა თუ არა, მაშინვე იჩქეფა წყალმა და მთელი სოფელი გაბედნიერდა. აღტაცებული ხალხი მადლობას უხდიდა თავის მხსნელს. აავსეს საჩუქრებით, ფულით და განწეულობით. შემდეგ კაცი ცხენზე შეჯდა და ახლა იმ სამეფოსკენ გაემართა, სადაც მეფის ერთადერთი ბრმა ასული ცხოვრობდა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა მივიდა იმ სამეფოში. მიუახლოვდა სასახლეს და მეფის მსახურებს მოახსენა. გავიგე თქვენს მეფეს ქალიშვილი ჰყოლია ავად და სწორედ მე შემიძლია მისი მორჩენაო. შენ რას გახდები? ამ ქვეყნად ვინც კი კარგი და საუკეთესო მკურნალი იყო, მეფესთან იყო მისული, მაგრამ მისი ქალიშვილის განკურნება ვერავინ შეძლოო. მოახსენეთ მეფეს ჩემი მოსვლა, დანარჩენი კი მე ვიციო. კარისკაცები მივიდნენ მეფესთან და მოახსენეს. გზავრია მოსული, რომელიც შენი ასულის განკურნებას გვირდებაო. მეფემ მიიღო ღარიბი კაცი და უთხრა: თუ მართლა მოარჩენ ჩემ ასულს, რასაც მთხოვ, ყველაფერს მოგცემო. მიიყვანეს კაცი მეფის ასულთან. მან მათ არა აიღო. ხის ქვეშ შეგროვილი ნამით ქალიშვილს ამობანა თვალები და მხედველობა იმ წამს დაუბრუნდა. გახარებულმა მეფემ იმდენი რამ უბოძა კაცს, რომ ურმებით ძლივს გაზიდეს განძი. კაცის ცოლი ამ დროს უდიდეს მწუხარებას მისცემოდა და ნაღვლობდა: ნეტავსად არის ჩემი ქმარიო. არც ის იცოდა ცოცხალი იყო თუ მკვდარი. უცებ ვიღაცამ ქოხის ფანჯარაზე დააგაგუნა. ქალმა გამოიხედა, იცნო ქმარი და სიხარულით ცას ეწია. გამოვიდა და სახლში შეიყვანა. ჯერ ეგონა ისე უსინათლოაო, მაგრამ როდესაც ამდენი განძი დაინახა, გაოცდა. ქმარმა მას ყველაფერი დაძრულებით უამბო. მას შემდეგ ისინი ბედნიერად ცხოვრობდნენ. მაგრამ აი მდიდარმა ძმამ რომ გაიგო თავისი ღარიბის ძმის გამდიდრების ამბავი, სულთლად გადაირია. მივიდა, ინახულა და ყველაფერი დაძრულებით გამოჰკითხა. ღარიბი ძმა კი ძალიან გულკეთილი იყო, არაფერი დაიშურა, ყველა ამბავი წვრილად თუ ამბო და ისიც მოუყვა ავსულების საუბარი, როგორ გაიგონა. დაღამდა თუ არა, მდიდარი ძმა გავიდა სოფლის განაპირას, ავიდა ალვის ხის მაღალ ტოტზე, ჩამოჯდა და დაუწყო ავსულებს ლოდინი. მართლაც იმ საღამოსაც შეიკრიბნენ ავსულები. მდიდარმა ძმამ გაიგონა, როგორ საუბრობდნენ განრისხებულები მათ მიერ ჩადენილი ავის საქმეების გამოსწორების შესახებ. ერთმა უთხრა მეორეს: გავიგე შენი გაკეთებული ავის საქმე, როგორ გამოსწორებულა. მეც გავიგე შენი გაკეთებული ავის საქმე, როგორ გამოსწორებულა. მესამემ უთხრა: მეც გავიგე, როგორ ახელია თვალი მეფის ასულს. მაშაკ რაღაც ამბავია, უთუოდამ ხესთან ვიღაც არის და გვისმენს და ჩვენ გაკეთებულ ყველა ბოროტ საქმეს შემდეგ კეთილად გარდაქმნისო. აიხედეს ზევით.
დაინახეს მდიდარი ძმა, სტაცეს ხელი, ჩამოიყვანეს და იმდენი ურტყეს, ერთი მთელი ადგილი არ დაუტოვეს. როდესაც საქმეს მორჩნენ კი იქაურობას გაეცალნენ. მდიდარი ძმა ძლივ-ძლივობით წალასლას და შინ. მიდიოდა და ფიქრობდა, ბოლოს მაინც ჩემი ღარიბი ძმა აღმოჩნდა მართალი. ასეა, კეთილი საქმით ცხოვრება ჯობიაო.